მართლაც რომ ამაღელვებელი და ისტორიული დღე მე-6-ე 7 აპრილს მთვარის საკაცობრიო მისია არტემის 2-ის გუნდმა ხომალდ კაფსულა ორიონით უკვე წარმატებით შემოუფრინა ჩვენს ციურ თანამგზავრს მთვარეს. ვაგრძელებ ყოველდღიურ ვლოგს მთვარის მისია არტემის 2-ის შესახებ და თავდაპირველად რა თქმა უნდა გაგაცნობთ ყველა იმ სიახლეს, რომელიც ფრენას და ასტრონავტების ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. არტემის 2-ის ეკიპაჟმა მთვარის გარშემო 7 საათიანი შემოფრენის პროცესი წარმატებით დაასრულა. მისია ისეთ მონაკვეთებსაც მოიცავდა, რომლებიც ადამიანს აქამდე არასდროს უნახავს. ეს განსაკუთრებით მთვარის ეგრეთ წოდებულ ბნელ მხარესაც ეხება, რომლის ირგვლივაც ადამიანს ჯერ არასდროს შემოუფრენია. რაც დაინახავდნენ და გადაიღებდნენ ასტრონავტები, ეს ჯერჯერობით უცნობია. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზუალურ მასალას NASA მალე გვიჩვენებს. ახლა კადრში ხედავთ მთვარის მათ მიერ გადაღებულ რამდენიმე უახლეს ფოტოს, რომელზეც ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი საკმაოდ კარგადაა აღბეჭდილი. და ეს შესანიშნავი გამოსახულებები არის სწრაფ რეჟიმში მიღებული, შედარებით დაბალ რეზოლუციაში და ალბათ როდესაც ასტრონავტები უკვე დედამიწაზე დაბრუნდებიან და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი ამოიღებს ფოტოკამერებიდან ამ მასალას და გაივლის შესაბამის დამუშავებას, ფოტორედაქტირებას, მსუბუქ ფორმაში ბუნებრივია, მას შემდეგ ალბათ საზოგადოება უფრო მაღალ ხარისხში, მაღალ რეზოლუციაში იხილავს ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის და არა მხოლოდ მის ფოტოებს. გადაფრენისას ეკიპაჟმა შეძლო აპოლო 12-სა და აპოლო 14-ის მისიების დაშვების ადგილების დანახვაც. ორივე მათგანი მთვარის ხილულ მხარეზე დაეშვა. ამ ფრენით არტემის 2-ის ეკიპაჟმა დედამიწიდან ადამიანის მიერ განვლილი ყველაზე შორი მანძილის ახალი რეკორდი დაამყარა. კოსმოსურმა ხომალდმა ორიონმა მთვარის ირგვლივ გადაფრენისას დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილს დაახლოებით 406,773 კილომეტრს მიაღწია, რითიც მოხსნა 1970 წელს აპოლო 13-ის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი 400,171 კილომეტრი, თითქმის 500,500 კილომეტრით მეტი გაიარა. NASA შეფასებით მთვარესთან flyby, ანუ ახლო შემოფრენა, საერთო ჯამში წარმატებით ჩატარდა. Flyby ეს არის მანევრი, როცა ხომალდი მთვარესთან ახლოს გაივლის და მისი გრავიტაციის დახმარებით შეცვლის ტრაექტორიას ისე, რომ პირდაპირ არ ჩარჩეს ორბიტაზე. ორიონმა ზუსტად გათვლილი მანევრით ჩაიარა მთვარის უკანა მხარეს, far side, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Flyby-ის დროს შესრულდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძრავის ჩართვა, რომელიც განსაზღვრავს, შევა თუ არა ხომალდი სწორად ორბიტაზე, დაბრუნდება თუ არა სწორად დედამიწისკენ. ეს მანევრი წარმატებით შესრულდა. ავტონომიური ნავიგაცია სწორად მუშაობდა. თერმული დაცვა, ენერგია და კომუნიკაციის სისტემები ნორმაშია. კამერებმა გადაიღეს მაღალი ხარისხის ფოტოები და ვიდეოები. Flyby-ის შემდეგ ორიონი გადავიდა დაგეგმილ ტრაექტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ ასტრონავტებმა გეზი უკან, სახლისკენ, დედამიწისკენ აიღეს. Flyby არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპი მთვარესთან მისიის დროს, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტრაექტორიის სერიოზული გადახრა. განსაზღვრავს დაბრუნების უსაფრთხოებას, ამოწმებს ხომალდის რეალურ შესაძლებლობებს ღრმა კოსმოსში. საერთო ჯამში ორიონის მთვარესთან flyby შესრულდა მაღალი სიზუსტით და ყოველგვარი კრიტიკული პრობლემის გარეშე, რაც ადასტურებს, რომ სისტემა მზადაა უფრო რთული, ეკიპაჟიანი მისიებისათვის. როდესაც ორიონთან კავშირი აღსდგა და ასტრონავტების დედამიწის ტრაექტორიას დაადგნენ, მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ მიულოცა მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შესანიშნავი მოვლენა. მათ ლაივში NASA-ს ადმინისტრატორი ჯარედ აიზეკმენიც გაესაუბრა. ნახოთ ეს მომენტი. ძალიან დიდი მადლობა ჯარედ, შენ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულე. მოგესალმებით არტემის 2-ის მამაცო ეკიპაჟო. დღეს თქვენ შექმნით ისტორია და მთელი ამერიკა ამაყობს თქვენით. ჩვენ ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ ამ საუკუნეში ჩვენ პირველები ვართ, ვინც მთვარეს შემოუფრინა. თქვენ მოხსენით ადამიანის კოსმოსში ყველაზე შორს ყოფნის, ყველა დროის რეკორდი. პერსონალურად მინდა მივულოცო ხომალდის მეთაურს რიდ ვაისმანს, პილოტს ვიქტორ გლოვერს, მისიის სპეციალისტებს კრისტინა კოხს და ჯერემი ჰანსენს. თქვენ მაგარი ხელმძღვანელი გყავთ, ჯარედი მაგარი ბიჭია. მთელი მსოფლიო გიყურებთ. თქვენი მისია გზას უხსნის ამერიკის დაბრუნებას მთვარეზე ძალიან მალე. ჩვენ ისევ დავდგამთ ჩვენს დროშას და ამჯერად მხოლოდ ნაკვალებს არ დავტოვებთ. ეს არის ნაბიჯი უფრო დიდი მიზნებისკენ, მათ შორის მარსის მისიისკენ. თქვენ ხართ თანამედროვეობის პიონერები.
ახლა კი მიპასუხეთ, მთელი მსოფლიოს წინაშე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი თქვენთვის ახლა? ბატონო პრეზიდენტო, პირველ რიგში დაგეთახმებით იმაში, რაც ჯარედზე თქვით. ის ნასას მართლაც საუკეთესო ხელმძღვანელია. რა შეეხება თქვენს კითხვას, რა გითხრათ? ყველა მომენტით ვამაყობთ, იმ ხედით, რაც დედამიწის ზემოდან გვქონდა და იმითაც, როდესაც მთვარესთან მივედით და შემოვუარეთ. ბევრი დასამახსოვრებელი და განსაცვიფრებელი მომენტი იყო. უამრავჯერ ვნახეთ ეკლიპსიც, როგორც დედამიწის ისე მთვარის. ჩვენ იმაზე მეტი ვნახეთ, ვიდრე აპოლოს მისიის ასტრონავტებმა და ეს მართლაც აამაყუა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესანიშნავი სამუშაოსთვის და ყველას უკვე პრეზიდენტის ოფისში გელოდებით. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ვამაყობთ. მილიონობით ადამიანი დედამიწაზე გაუცებულია თქვენს მიერ გადაღებული და გამოგზავნილი ფოტოებით, როგორც დედამიწის, ისე რა თქმა უნდა მთვარის. მინდა ყველას მადლობა გითხრათ ამ საოცარი მისიისთვის. მადლობა თქვენი ჩართულობისთვის და იმ საოცარი სიტყვებისთვის, რომლებიც თქვენგან კოსმოსიდან ისმის. ახლა კი მშვიდობით და უსაფრთხოდ დაბრუნებას გისურვებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. წინ არტემის. Godspeed and go Artemis 2. მოკლედ ასე, მთავარი მომენტი შესრულდა. ახლა რუტინულად მთავარია მშვიდობით დაბრუნდნენ უკან. მიმდინარე საკითხების გარდა, ყოველ ვლოგში არტემისის მისიასთან დაკავშირებულ სერიებში ვსაუბრობ ზოგადად მთვარის კოსმოსური პროგრამის შესახებ. ამ ვიდეოში კი ვისაუბრებ ყველა იმ ექსპერიმენტის შესახებ, რომელსაც არტემის 2-ის 4 ეკიპაჟი ატარებს მთვარისკენ მოგზაურობისას და უკან დედამიწისკენ მიმავალ გზაზე. მისია არტემის 2 არ არის მხოლოდ მოგზაურობა მთვარის გარშემო, ეს არის კაცობრიობის დაბრუნება ღრმა კოსმოსში. ნახევარ საუკუნოვანი წვედის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისიის მთავარი მიზანი ხომალდ ორიონის სასიცოცხლო სისტემების გამოცდა. 4 ასტრონავტი, რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა ჰემოკოხი და ჯერემი ჰანსენი მთელ რიგ კრიტიკულ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. არტემის 2 სამეცნიერო პროგრამა ფოკუსირებულია ორ მთავარ მიმართულებაზე: ადამიანის ჯანმრთელობა და ღრმა კოსმოსის რადიაცია. აი, რა ექსპერიმენტებს ატარებენ ისინი? ხომალდის მართვა და ოპტიკური ნავიგაცია. ვიდრე ასტრონავტები მთვარისკენ გაემართებიან, ისინი დედამიწის მაღალ ორბიტაზე დარჩებიან 24 საათის განმავლობაში. სწორედ აქ ჩატარდება სიახლოვის ოპერაციების დემონსტრირება. მექანიკური მართვა. ასტრონავტები გამოცდიან, რამდენად ზუსტად ემორჩილება ხომალდი ადამიანის მიერ მართულ კონტროლერებს კოსმოსის ვაკუუმში. ოპტიკური ნავიგაცია. ორიონი გამოიყენებს კამერებსა და ვარსკვლავების სენსორებს პოზიციის დასადგენად. ეს სისტემა გადამწყვეტია იმ შემთხვევისთვის, თუ დედამიწასთან კავშირი გაწყდება. კომუნიკაციის რევოლუცია. ლაზერული ტექნოლოგია. არტემის 2-ზე პირველად გამოიყენებენ სისტემას O2O Orion Optical Communications System. ტრადიციული რადიოტალღების ნაცვლად, მონაცემების გადასაცემად ლაზერული სხივები იქნება გამოყენებული. ეს საშუალებას იძლევა მოხდეს HD ხარისხის ვიდეოს პირდაპირი ტრანსლაცია მთვარიდან. მონაცემების გადაცემა ბევრად მაღალი სიჩქარით 260 მეგაბიტი წამში მოხდება. კანადური ექსპერიმენტი ჰანთერი. კანადის კოსმოსური სააგენტო CSA მისიისთვის ამზადებს ექსპერიმენტს, რომელიც შეისწავლის ასტრონავტების ნეიროფსიქოლოგიურ მდგომარეობას. კვლევა მიზნად ისახავს იმის დადგენას, თუ როგორ მოქმედებს ღრმა კოსმოსის იზოლაცია და უწონადობა ადამიანის მხედველობასა და კოორდინაციაზე. წყლისა და ჰაერის რეგენერაციის ტესტირება. ხომალდი ორიონი აღჭურვილია უახლესი სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემით ECLSS-ი. ასტრონავტების ერთ-ერთი მთავარი დავალება ამ სისტემის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი. ნახშირორჟანგის მოცილება. რამდენად ეფექტურად ფილტრავს სისტემა ჰაერს 4 ადამიანისათვის. ტენიანობის კონტროლი. როგორ უმკლავდება ხომალდი კონდენსაციას, რაც კოსმოსში ელექტრონიკისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რადიაციული მონიტორინგი. ჰერა. დედამიწის მაგნიტური ველის მიღმა რადიაცია გაცილებით ძლიერია. ხომალდზე დამონტაჟებულია სისტემა ჰერა. მიზანი: გაზომოს რადიაციის დონე რეალურ დროში და გააფრთხილოს ეკიპაჟი მზეზე აფეთქებების შემთხვევაში. ნიშნულობა: ეს მონაცემები სასიცოცხლოა არტემის 3-ის ასტრონავტებისთვის, რომლებიც უკვე მთვარეზე უფრო დიდხანს დარჩებიან. ბიოლოგიური ექსპერიმენტები. ასტრონავტები საკუთარ თავზე ჩაატარებენ კვლევებს, რათა დაინახონ, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი მთვარის სიახლოვეს. მხედველობის ცვლილება.
კოსმოსში სითხეების გადანაწილება ხშირად მოქმედებს თვალის სტრუქტურაზე. ეკიპაჟი გამოიყენებს სპეციალურ ხელსაწყოებს თვალის ფსკერის შესასწავლად. დედამიწაზე გრავიტაცია სითხეებს, სისხლს, ლიმფას, სხეულის ქვედა ნაწილისკენ გაჩავს. კოსმოსში კი ეს სითხეები თავისუფლად მიედინება ზემოთ, თავის ქალისკენ. ინტრაკრანიალური წნევა. თავის ქალაში წნევა იმატებს, რაც აწვება თვალის კაკლებს უკანა მხრიდან. თვალის კაკლის დეფორმაცია. წნევის გამო თვალის კაკალი ოდნავ ბრტყელდება. ამას globe flattening ეწოდება. თვალის კაკლის ფორმის შეცვლის გამო სინათლის სხივები ბადურაზე ზუსტად აღარ ფოკუსირდება. ბევრი ასტრონავტი, რომელსაც დედამიწაზე იდეალური მხედველობა ჰქონდა, კოსმოსში შორს მხედველი ხდება. მათ უჭირთ ახლოს მდებარე საგნების ან საკონტროლო პანელზე არსებული ტექსტის საკითხვა. ამას ჰიპეროპიული ცვეთა ეწოდება. NASA ასტრონავტებს ხშირად ატანს სპეციალურ სათვალეებს, რომლებსაც რეგულირებადი ფოკუსი აქვთ, რათა მათ მისიის განმავლობაში შეცვლილ მხედველობასთან ადაპტაცია შეძლონ. კუნთოვანი ატროფია. მცირე გრავიტაციაში ყოფნისას სხეული სწრაფად იცვლება. ექსპერიმენტები დაეხმარება მეცნიერებს მარსის მისიებისათვის ფიზიკური ვარჯიშების გეგმის შედგენაში. კუნთოვანი ატროფია კოსმოსში ფიზიოლოგიური ადაპტაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და რთული შედეგია. მარტივად რომ ვთქვა, ადამიანის სხეული უკიდურესად ეკონომიურია. ის არ ხარჯავს ენერგიას იმ ორგანოებისა თუ ქსოვილების შესანახად, რომლებსაც აქტიურად არ იყენებს. დედამიწაზე ჩვენი კუნთები მუდმივად მუშაობენ, თუნდაც მაშინ, როცა უბრალოდ ვდგავართ ან ვზივართ. გრავიტაციის საწინააღმდეგოდ სხეულის ვერტიკალურად შენარჩუნება მოითხოვს ეგრეთ წოდებულ ანტიგრავიტაციული კუნთების, განსაკუთრებით წვივის, ბარძაყისა და ზურგის კუნთების მუდმივ დაძაბულობას. უწონადობის პირობებში ეს დატვირთვა ნულამდე დადის. ასტრონავტებს აღარ სჭირდებათ ფეხების გამოყენება გადასაადგილებლად. ისინი ხელებით ცურავენ, ასე ვთქვათ. რაც კუნთებს ფუნქციას უკარგავს, შედეგად ორგანიზმი იწყებს კუნთოვანი ცილების დაშლას. კუნთოვანი ატროფია მჭიდროდ არის დაკავშირებული ძვლების დასუსტებასთან. როდესაც კუნთები აღარ აწვება ძვლებს, ანუ მექანიკურ სტრესს აღარ აყენებს, ძვლები იწყებენ კალციუმის დაკარგვას. ეს პროცესი წელიწადში დაახლოებით 10-12 ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დედამიწაზე ოსტეოპოროზის დროს. იმისათვის, რომ დედამიწაზე დაბრუნებისას ასტრონავტებს სიარული შეეძლოთ, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დღეში მინიმუმ 2-2.5 საათის განმავლობაში ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს გადიან. დედამიწაზე დაბრუნების პირველივე წუთები ასტრონავტებისთვის ნამდვილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შოკია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კოსმოსში ყოველდღიურად ვარჯიშობენ, გრავიტაციის ხელახლა შეგრძნება მათ სხეულს უდიდეს გამოცდას უწყობს. პირველი და ყველაზე მძაფრი შეგრძნება არის წარმოუდგენელი სიმძიმე. ასტრონავტები ხშირად ამბობენ, რომ საკუთარი ხელებიც კი თუჯის გირებივით ეჩვენებათ. კოსმოსში მიჩვეული სისხლის მიმოქცევა ვეღარ უმკლავდება დედამიწის მიზიდულობას. როგორც კი ასტრონავტი ფეხზე დგება, გრავიტაცია სისხლს ქვემოთ ფეხებისკენ გაჩავს. ტვინს მიეწოდება ნაკლები ჟანგბადი, რაც იწვევს გონების დაკარგვას ან ძლიერ სისუსტეს. სწორედ ამიტომ ხედავთ ხშირად, რომ ასტრონავტებს ხომალდიდან გამოსვლისას სპეციალურ საბარძდებში სვამენ და პირდაპირ სიარულს უგრძალებენ. ასე რომ არტემის 2-ის ეკიპაჟს ნამდვილი სტრესი ერით დედამიწის მიღმაც და დედამიწაზე დაბრუნებისას. გუგლ-შემატკივროთ მათ და გაეცანით ყოველდღიურ სიახლეებს აქ, კოდის არხზე. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. მომავალ ეპიზოდამდე.